ყველანი ვხვდებით, რომ განსაკუთრებული პერიოდი დადგება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც სულიერად, ისე ეკლესიურად, სახელმწიფოებრივად, ეროვნულად, პოლიტიკურად. ვინც ამას ვერ ხვდება, ის ვერ იაზრებს მნიშვნელობას ზოგადად ეკლესიური ცხოვრებისა და ძალიან დიდი ადამიანის ჩვენგან წასვლისა ამ მნიშვნელობას ვერ იაზრებს. მაგრამ იმედია, რომ თუ ქრისტიანები ქვია, ამას ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ მეტნაკლებად. არ შეიძლება იყო ქრისტიანი და ვერ ხვდებოდე რა ხდება ეკლესიაში, რას წარმოადგენს ეკლესია, როგორ ცოცხლობს, როგორ ცხოვრობს, როგორ სუნთქავს. იმიტომ რომ შენ მისი როგორც საკრალური ორგანიზმის ასევე ორგანული ნაწილი ხარ და გულისცემა, რომელიც ეკლესიაში არის, იმას შენ როგორც მისი ცოცხალი უჯრედი უნდა განიცდიდე. დღეს მინდოდა რომ პატრიარქზე მესაუბრა, ხო და აი დავჯექი დღეს და ვფიქრობდი, რომ ზოგადად რა შეიძლება და ზოგადად მეთქვა, რომელიც არაპირდაპირ, მაგრამ შინაგანად გამყარებული იქნებოდა ჩემი მასთან ურთიერთობის გამოცდილებით. რაც შეიძლება მეთქვა გულიდან ჩემი მასთან ურთიერთობის გამოცდილებით და ეს ზოგადად გადმომეტანა ქაღალდზე. აი ეს რაც შევძელია ეს არის და მე მინდა თქვენ ახლა ეს წაგიკითხოთ. პატრიარქი ილია მეორე. ეკლესია საკრალურია. იგი სხეულია თავისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ისინი, ვინც ეკლესიას ებრძვიან, ათეს ყოველთვის ავიწყდებათ, რომ ეკლესია არის სხეული თავისა, რომელიც არის იესო ქრისტე. ეკლესიის საკრალურობა მის ისტორიაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგი წარსულს განიკითხავს, ზოგი ბიზანტიაში რომ იყო ეკლესია, ამას განიკითხავს. ზოგი თანამედროვე ეკლესიას განიკითხავს, ზოგი საბჭოეთში რო იყო იმას განიკითხავს და ასე შემდეგ. ენას ძვალი არ აქვს, ადამიანს ყოველთვის ეძლევა თუ უნდა შესაძლებლობა ეკლესია განიკითხოს. მაგრამ გავიწყდება რომ ეკლესია საკრალური რომ არის, მის საკრალურობა მის ისტორიაშიც და მათ შორის უახლეს, ანუ თანამედროვე ისტორიაშიც ვლინდება. საკრალურობა კი შემთხვევითობას გამორიცხავს. რატო? იმიტომ რომ ღვთის უწმინდესი ნებაა ყველგან და განგებულება. შემთხვევით არაფერი ხდება. ღერითმა არ ვარდებაო, ღერითმა. პატარა ჩიტი არ ყვდებაო დაბლა. შემთხვევით არ ვარდებაო და ეკლესია როგორ შეიძლება ყოფიერებდეს, მსხემობდეს ერში, ამ ქვეყანაზე, ამ სოფელში. ამიტომ საკრალურობა გამორიცხავს შემთხვევითობას, ყველგან ღვთის უწმინდესი ნება და განგებულება. ვისაც ეს არ ასწამს ხა, ის რანერი ქრისტიანია. საქმით უნდა გვწამდეს, ისე არა რომ სიტყვით მწამს და რეალურად, ესე იგი, ჩემი საქმით გამოხატავ, რომ რაღაც არ მწამს. ჩვენი ქრისტესადმი რწმენა, ჩვენი ქრისტესადმი რწმენა. ის ხო უნდა ვლინდებოდეს რაღაცაში. ხო არ შეიძლება მწამს ვამბობ და არაფერში არ ვლინდებოდეს. ჩვენი ქრისტესადმი რწმენა ეკლესიისადმი სრულ ხას უსვავს, სრულ ნდობაში ვლინდება. თუ ეს არ აქვს ადამიანს, ის ქრისტიანი არ არის. რატომ სრულ ნდობაში? იმიტომ რომ ქრისტეს მისტიკური სხეულია, იმიტომ რომ სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტების. ესე იგი, ჩვენი ქრისტესადმი რწმენა ეკლესიისადმი სრულ ნდობაში ვლინდება და რეალიზდება, აქ რეალიზდება, სრული ნდობით, ეკლესიისადმი სრული ნდობით რეალიზდება. ღმერთი საიდუმლოებრივად ეკლესიაში გვესაუბრება, აი ისტორიაში გამფენილი როა თან. ეკლესიისადმი უნდობლობას კი მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის წიაღიდან გავყავართ გარეთ. თეოლოგიურად განათლებულ ადამიანებსაც დაემართათ ჩვენს უახლეს ისტორიაში. ღმრთის უწმინდესი ნებით ეკლესიის ხილული თავი, საჭეთ მყრობელი, თითქმის ნახევარი საუკუნე იყო პატრიარქი
ილია მეორე. ეს იყო ღვთის უწმინდესი ნებით. შემთხვევით კი არა, ნებით და 50 წელი. ამიტომ პატრიარქის სიყვარულით მიმღები ღვთის ნების მორჩილებაშია. პატრიარქის მიმართ ამხედრებული, მისი სიტყვის უარმყოფელი, მის წინააღმდეგ გალაშქრებული, ღვთის მიმართ ამხედრებული, ღვთის უარმყოფელი და ღვთის მიმართ გალაშქრებული. რა ხარისხიც არ უნდა ქონდეს, ვინც არ უნდა იყოს. რა განათლებაც არ უნდა, არა აქვს ამბა, რა ზეობრივ ნორმებშიც არ უნდა იჯდე, არა აქვს მნიშვნელობა. რა სულიერიც არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. ღვთის ნებას უარყოფ დამთავრებული. საბჭოეთის ტოტალურ უღმერთობაში ღვთის ქრისტეს ღმერთობის ეკლესიის საკრალურობის სრული უარყოფის პერიოდში. ხო, გახსოვთ, ვისაც გახსოვთ, ხო? რა იყო ტოტალურ უღმერთობაში? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ღვთის ქრისტეს ღმერთობის და ეკლესიის საკრალურობის სრული უარყოფა. ეს იყო დიდი საბჭოეთი. აი ამ პერიოდში პატრიარქი ის ღვთის მსგავსი პიროვნება იყო, რომელიც ერს მრავალ ადამიანს უღმერთობაში და სრულ გამიწიერებაში დანთქმის საშუალებას არ აძლევდა, მათ შორის ურწმუნოებს. ის იყო ნათელი, რომელიც იმგვარად ბრწყინავდა, რომ ადამიანებს ხშირად ქვეცნობიერ ინტუიციურ დონეზე განაცდებინებდა სიცოცხლის ყოფიერების საკრალურ სიდიადეს. აი ეს იყო პატრიარქი მაშინ. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ პატრიარქი საღვთო მადლის მატარებელი ადამიანი იყო. არა მარტო თანამდებობა ჰქონდა უმაღლესი ეკლესიაში, არამედ საღვთო მადლის მატარებელი ადამიანი იყო. ანუ ის არა მხოლოდ ადმინისტრაციულად იყო ეკლესიის მეთაური, არამედ ჭეშმარიტი მღვდელი იყო ქრისტესი. იყო ჭეშმარიტი ღვთისნების განცხადებელი მოძღვარი. ჭეშმარიტი მღვდელი ქრისტესი და ღვთისნების განცხადებელი მოძღვარი. იგი მრავალი ადამიანის ცნობიერებაში ქრისტეს რწმენასთან ერთად შემოვიდა მაშინ იმ პერიოდში, შემოვიდა ქრისტეს რწმენასთან ერთად როგორც მამა. მისგან როგორც მოძღვრისგან დაუსრულებლად შეიძლებოდა გესწავლა. იგი ასწავლიდა სიტყვითაც, ღმრთის მსახურებითაც, ცხოვრების წესითაც. მისი ღმრთის მსახურება, აღვლენილი ჟამის წირვა შეუდარებელი იყო, ვისაც ეს უნახავს. მასში დავანებული ღმრთის მადლი, რომელიც განიცდებოდა, მაშინ რომ ღვთის მადლი იყო, ეს განიცდებოდა. თავს არაუსიცოცხლო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მასში დავანებული ღვთის მადლი, რომელიც განიცდებოდა, თავს არაუსიცოცხლო აკადემიურობაში, ცივ თეოლოგიაში, ფარისევლურ ზნეობრივ ნორმებში, ან საეკლესიო სამართლისა და კანონიკის საკითხებისადმი რიგორისტულ, ანუ კაცრ მიდგომებში კი არ ვლინდებოდა. არამედ განსაცვიფრებელ უბრალოებაში, გულის ამაჩვილებელ ფაქის კულტურაში, ქრისტეს დარ მიმტევებლობაში, გამაოგნებელ თავდაბლობაში, სიტყვის წინასწარმეტყველურ ძალაში, ხოლო ღვთისმსახურებისას ცოცხალი ღვთის შემაძრწუნებელ განცდაში ავლენდა თავს. ესეთი იყო ჩვენ პატრიარქში, ესე იქმოდა ჩვენს პატრიარქში დავანებული საღვთო მადლი. ამგვარად ავლენდა თავს. მის მადლმოსილებას უამრავი გამოვლინება ჰქონდა, პატრიარქის მადლმოსილებას უამრავი გამოვლინება ჰქონდა, დიდი ნაყოფები გამოჰქონდა. მაგალითად, იყო უდიდესი მისიონერი, ადამიანების ღმერთთან შემრიგებელი, საბჭოთა ინტელიგენციის ეკლესიასთან დამაახლოებელი. იყო ახალგაზრდების ეკლესიაში მომყვანი, ეკლესიაში განათლების დამნერგველი, განსწავლული სასულიერო პირების განმამრავლებელი. იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ღირსების აღდგენელი.
ავტოკეფალიას გულისხმობ. ეს ურთულესი რამ იყო. თითქმის შეუძლებელი შეძლო. იყო სამშობლოს ნამდვილი სიყვარულის მაგალითის მომცემი და მასწავლებელი. მე არ ვიცნობ ადამიანს სხვას, ვისაც სამშობლო ისე უყვარდეს, როგორც ეს პატრიარქს უყვარდა. მე ეგეთ ადამიანს არ ვიცნობ. იყო საკუთარი თავის, ეხლა რასაც მე ვიტყვი, ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს. გუშინ მამა ეფრემა დაგვირეკავა ტობეთის მონასტრიდან და იმან თქვა. იყო საკუთარი თავის თითოეულ ქართველთან გამაიგივებელი. საოცარი სიტყვებია. საკუთარი ყველა ქართველთან გააიგივაო მან საკუთარი თავი. ესეთი იყო მისი სიყვარული საქართველოსთან. იყო პერსონალურად ყოველი გაჭირვებული განსასწრებში მყოფი ადამიანის ქრისტეს მიერი მანუგეშებელი, მისი ტკივილის გამზიარებელი, უაღრესად უბრალო და ხალხური. იყო მასთან შესული და მოსაუბრე ყოველი ადამიანის ღირსების დამცველი, არამიწიერი სიხარულით და იმედით აღმსები, ვინც მასთან შედიოდა პირად საუბრს. იყო ადამიანთა ეშმაკის დეფორმირებული ცხოვრებისა და შესაბამისი ტკივილების არაუბრალოდ გამზიარებელი და ნუგეშინის სემელი არამედ ტირალთან ნამდვილად მოტირალი და მათ ცხოვრებაში მადლისმიერი და რეალური ცვლილებების შემტანი. იყო მასთან შესული აღმსარებლისთვის ცოდვაზე პრინციპულად მიმნიშნებელი და ამავე დროს დიდად მანუგეშებელი და სრულიად მიმტევებელი. იყო ღვთაებრივი სიბრძნის და ბოროტის მანქანების დამარღვეველი, მადლისმიერი დიპლომატიის მატარებელი. მისი დიპლომატია ყოველგვარ სიმაღლეს აჭარბებდა, რაღაცა საოცრება იყო, საოცრება. ეს ღვთის მიერ მონიჭებული სიბრძნის გარეშე შეუძლებელი იყო. იყო ჭეშმარიტი საჭეთყრობელი, მადლიანი, ფრთხილი და გამოცდილი, მრავალი დემონური საფრთხის ეკლესიისთვის ამაცილებელი და არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ ჩვენი ერთლიანად ერისთვის, პრინციპში ეს ერთ და იგივეა საქართველოს მაგალითს შემთხვევაში. იგი უყვარდა ყველას და პატივს მიაგებდა ყოველი. მათ შორის არაქრისტიანის და ურწმუნოც, განსაცვიფრებელია არაქრისტიანების, არაქრისტიანი რელიგიური მოღვაწეების, არამართლმადიდებლების მისდამი პატივისცემა, განსაცვიფრებელი, აუხსნელი ხშირ შემთხვევაში. იყო ერთმანეთთან უიმედოდ დაპირისპირებულთა შემრიგებელი. ხოლო მისდამი დემონური, მისდამი პატრიარქისადმი, რაც დღეს მცირე ნაწილია ჩვენ ერში, მაგრამ არის დღესაც. ხოლო მისდამი დემონური სიძულვილით და ცილის წამებით, მოღალატეობრივი ქმედებებით გაუბედურებული ადამიანებისადმი, ჯვარცმული ქრისტეს მსგავსად სრულად მიმტევებელი. პატრიარქი, როგორც თანამედროვე ეკლესიის განმაახლებელი და ერის ნათლია, არ მომკვდარა, არამედ იგი როგორც ქრისტეს მოყვარე გარდაიცვალა სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ამიტომ იგი ცოცხალია როგორც არასდროს. მისი ქრისტეში გარდაცვალება თითოეული ჩვენგანისთვის შესაძლებლობაა მასთან ლოცვითი დიალოგისა, როგორც წმინდანთან გაქვთ ურთიერთობა წმინდანებთან. ამიტომ იგი ჩვენზეთ მზრუნველი და მლოცველია, როგორც არასდროს. დიდი მღვდელმთავრის იესო ქრისტეს წინაშე მარად მღვდელმოქმედი და მეოხია ჩვენთვის. იგი აგრძელებს მღვდელმსახურებას ზეცაში, დიდ მღვდელმთავართან. აწი, როგორც ზეცაში მყოფი წმინდანი, მსმენელია და უფლის საყდრამდე მიმტანია ჩვენი ლოცვების. იგი კვლავ ცოცხალი მამაა ჩვენთვის, რომელიც საქართველოს უფლის დიდები დაბრუნებამდე არ მიატოვებს, მისთვის ლოცვას და მეუხებას არ შეწყვეტს. დღეს მისი უფალთან ყოფნა შესაძლებლობაა
სრულიად საქართველოსთვის, რომ შევრიგდეთ, რომ ერთმანეთს აღარ ვუმზაკვროთ, რომ ერთმანეთის საკუთარი სიმართლით კი არ გავასამართლოთ, არამედ ღმრთის ნებისაებრ ერთმანეთს მივუტევოთ, რომ ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ, რომ დიადი მარადისობის თვალის მომჭრელ სინათლეზე, რომელიც იესო ქრისტეა, ამ ქვეყნიერი უკეთურებანი ერთმანეთს რო გვაშორებს და გვაძულებს, აღარ დავინახოთ, არამედ თითოეულ ადამიანში ძმა და და, მამა და დედა ვიხილოთ, რომ ერთმანეთი კი არ გავიმეტოთ, არამედ ერთმანეთზე ვიზრუნოთ. თუ ამ შესაძლებლობას ამგვარად, როგორც ითქვა და სწორად გამოვიყენებთ, დიდი წყალობა გვექნება ღვთისგან. ეს იქნება დიდი სულიერი და ეკლესიური, ეროვნული და სახელმწიფოებრივი განახლების დასაწყისი, ხოლო თუ არ გამოვიყენებთ, წარმოდგენას კი მზარავს, რა განსასწელებს დავიტეხთ თავს. ჩვენო ტკბილო მამაო და პატრიარქო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი და ევედრე ღმერთსა ჩვენთვის. ამინ.